ამჟამად რუსეთში მანქანის მფლობელად ყოფნა არ მენდომებოდა. ჩვეულებრივ დროს კრემლი ადგილობრივ საწვავის ფასებს სუბსიდირებს, იმით რომ ნავთობკომპანიებს უხდის, რათა მათ არ გაიტანონ საწვავი უფრო მომგებიან საერთაშორისო ბაზარზე. ეს საწვავის ფასების დამაბალანსებელი მექანიზმი კრემლს ყოველწლიურად 10 მილიარდ დოლარამდე შეიძლება დაუჯდეს. თუმცა მას შემდეგ რაც უკრაინა ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორის შემდეგ ანთებს, ადგილობრივი მარაგები იწურება. და რუსები, რომლებიც მიჩვეულნი არიან საწვავზე საბაზრო ფასებზე დაბალ ფასებს, ახლა უკვე უჭირთ ამ საბაზისო საქონლის საიმედო მარაგების პოვნა. ამის შედეგად კრემლი სულ უფრო მეტად ღელავს, რომ შიდა დაპირისპირებამ შეიძლება ხელი შეუშალოს უკრაინაში ომის გაგრძელების გეგმებს. ეხლა შეიძლება ჯერ შორს ვიყოთ იმისგან, რომ პუტინის საქმე დასრულდეს, მაგრამ მაინც უნდა გავიგოთ საერთო სტრატეგია აქ. მართლა, ავტოკრატიების შესახებ ბევრი რამ არსებობს, რაც გარედან სრულიად უცნაურად ჩანს. მაგრამ ენერგიის სუბსიდიები შეიძლება ამ სიაში პირველ ადგილზე იყოს. რუსეთი აქ მარტო არ არის, ისინი გავრცელებულია ენერგიით მდიდარ ავტოკრატიებში. ზოგჯერ სუბსიდიები ბენზინსაც მოიცავს, როგორც რუსეთის შემთხვევაში, მაგრამ ხშირად ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზსაც ეხება. და თავიდან ისინი თითქოს ჩვეულებრივად გამოიყურებიან, მაგრამ რაც უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით, მით უფრო უცნაურები ხდებიან. და იმის გაგება თუ რატო ახორციელებენ ეს ქვეყნები ასეთ პოლიტიკას, აჩვენებს რამდენად არასწორად არის მოწყობილი ავტორიტარული სისტემები და რატო ახერხებენ დემოკრატიული ქვეყნები მათზე უკეთეს შედეგებს. სინამდვილეში შეიძლება გახსოვდეთ, რომ ცოტა ხნის წინ ენერგეტიკულ სუბსიდიებს შევეხე, როცა ჩინეთისა და რუსეთის გაზსადენის შეხახმების ხელმოწერის უუნარობაზე ვსაუბრობდი. და როგორც ცდილობს პეკინი კონკრეტულად მოლაპარაკებას იმაზე, რომ მიიღოს ფასები, რომლებიც ტოლია იმ სუბსიდირებული შიდა ტარიფისა, რომელსაც რუსი მომხმარებლები იხდიან. თქვი, რომ შიდა სუბსიდირებული ფასები აბსურდულია და ამას ნამდვილად გულისხმობდი. ისინი აზიანებენ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, აზიანებენ მთავრობებს, რომლებიც ამ სუბსიდიებს აფინანსებენ და ჯანდაბა, ისინი როგორღაც აზიანებენ ჩვენს, ვინც დემოკრატიულ ქვეყნებში ცხოვრობთ და საერთოდ არ ვართ ამ სქემის ნაწილი. და თუ ბოლომდე ჩემთან ერთად დარჩებით, ნახავთ, რატომ ქმნის ეს სერიოზულ პრობლემას ვლადიმერ პუტინისთვის ომის შიდა მართვაში. მოდით ერთი წამით განვაზოგადოთ. მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკა აბსურდულია, ეს არ ნიშნავს, რომ ის მიზეზი, რის გამოც ვინმე მის გაატარა, სულელურია. სინამდვილეში, როგორც სოციალური მეცნიერები, ჩვენ მაინც შეგვიძლია ავხსნათ რა ხდება აქ. პირველი შეხედვით, ეს სუბსიდიები ავტორიტარული მმართველობის ქვეშ მცხოვრები მოქალაქეებისთვის იშვიათ გამარჯვებად გამოიყურება. მათი მთავრობები სხვაგან ყველანაირ რეპრესიულ და ექსპლუატაციურ პოლიტიკას ატარებენ. სულ მცირე, ეს მაინც ის ერთადერთი ნათელი წერტილია, რაც მათ აქვთ. ჯანდაბა, თუ რესურსების წყელას იცნობთ, ეს თითქმის პოეტურადაც გიჟღერს. ქვეყნები, რომლებსაც დიდი ბუნებრივი რესურსები აქვთ, როგორც წესი უფრო ცუდი მმართველობითი სისტემები აქვთ. რესურსების არ მქონე მთავრობებს თავიანთი მოსახლეობა გარკვეული პატივისცემით უნდა მოეპყრან, თუ ოდესმე იმედოვნებენ, რომ მათგან საგადასახადო შემოსავლებს მიიღებენ. მეორე მხრივ, რესურსებით მდიდარი მთავრობები იციან, რომ ყოველთვის ექნებათ თანხები ხელმისაწვდომი, ოქროს, გაზის ან სხვა რესურსების ლიცენზირებითა და გაყიდვით. ამიტომ ისინი არასდროს იწუხებენ თავს კარგი ინსტიტუტების შექმნით, რადგან მათ არ სჭირდებათ მოსახლეობის თანამშრომლობა. კლავაც მინიმუმ სუბსიდირებული ფასი რაღაცას მაინც უბრუნებს ამ მოქალაქეებს. მაგრამ ეს უკვე უნდა იყოს პირველი საეჭვო ნიშანი. მტაცებლურ მთავრობებს გამოწურვა უყვართ. რატომ არ წურავენ აქაც? ეს ალბათ უბრალო გულუხობის საკითხი არ არის. და თუ კი ეს ბოროტ განზრახვამდე არ მიდის, მაშინ რაც არ უნდა ხდებოდეს, მაინც რაღაც იძულებითი უნდა იყოს. იძულებითი უნდა იყოს. და როცა იწყებ დაფიქრებას ნებისმიერი სუბსიდიის ძირითადი ეკონომიკის შესახებ, აქ ყველაფერი მართლა ირევა. წარმოიდგინეთ, რომ ბენზინის გლობალური საბაზრო ფასი $1 შეადგენს ლიტრზე და სწორედ ამას იხდიან ჩვენი მოქალაქეები ამჟამად. იხდიან. მაგრამ შემდეგ ჩვენი ავტორიტარული მთავრობა, რომელიც ნავთობით არის სავსე, სურს თავისი გულუხობა აჩვენოს ხალხს და ლიტრი ბენზინი 50 ცენტად გავიდოს. თუ ყველა გააგრძელებდა ბენზინის მოხმარებას იგივე ტემპით, როგორც ადრე, ეს დიდი პრობლემა არ იქნებოდა. მთავრობა გადაიხდიდა ფასის ნახევარს, რაც საბოლოოდ იქნებოდა ფულადი გადარიცხვა მთავრობისგან ხალხის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, შეიძლება გაგიჩნდეთ გარკვეული პრეტენზიები განაწილებასთან დაკავშირებით. ძირითადი სარგებლის მიმღებები არიან ადამიანები, რომლებსაც მაგალითად ავტომობილები აქვთ. მაგრამ ეს არის პოლიტიკური დავა, რომელიც შეგიძლიათ ერთმანეთში მოაგვაროთ. სამწუხაროდ აქ მოქმედებს მეორე, დამახინჯებულებული ფაქტორი. ხალხი აღარ გააგრძელებს ბენზინის მოხმარებას იგივე გზით.
ადრე ისინი მოიხმარდნენ ბენზინს, მანამ სანამ 1 ლიტრისგან მიღებული მარგინალური სარგებელი 1 დოლარის ტოლფასი არ გახდებოდა. როდესაც მათთვის ფასი ეცემა 50 ცენტამდე, ისინი ერთობლივად გაზრდიან მოხმარებას მანამ, სანამ თითოეული ლიტრისგან მიღებული მარგინალური სარგებელი არ დაეცემა იმავე 50 ცენტიან ნიშნულამდე. მოგცემთ რამდენიმე მაგალითს იმ აბსურდული რამეებიდან, რაც შეიძლება ამ სუბსიდიების შედეგად მოხდეს. როგორ გონიათ ვენესუელა, სადაც მთავრობამ ელექტროენერგიის ფასები დაადგინა დაახლოებით 50 ჯერ იაფად, ვიდრე სხვა ლათინურ ამერიკულ ქვეყნებში. როდესაც ბოლივარი ჰიპერინფლაციას განიცდიდა, დიდი მოთხოვნა გაჩნდა მყარვალუტაზე, რომელსაც შეეძლო თავისი ღირებულების შენარჩუნება. რას გააკეთებით ასეთ სიტუაციაში? თუ თქვით, გამოიყენეთ პრაქტიკულად უფასო ელექტროენერგია ბიტკოინის მაინინგისთვის, მაშინ გილოცავთ, თქვენ გამარჯვებული ხართ. თქვენი პრიზი? დენის გათიშვები მთელ ქვეყანაში, რადგან ელექტროსისტემა ვერ უმკლავდება დატვირთვას. ან როგორ გონიეთ ირანში, სადაც ბენზინის ლიტრი მხოლოდ 3 ცენტად ღირს? თქვენგან ბევრს ვერ გამოადგება ის რაოდენობა, რომელსაც ამ ფასად იყიდით. აღარაფერს ვამბობ იმ დამატებითლიტრებზე, რომლებსაც ისევ ძლიერ სუბსიდირებულ ფასად შეიძენდით. შეიძლება გირჩიოთ, რომ ბენზინი პატარა ნავში ჩატვირთოთ და ურის გაღმა გააპაროთ, სადაც მას გლობალურ ბაზრის ფასთან უფრო ახლოს გაყიდით. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გაცილების მცდელობისას წარმოიშვება. გსურთ ესროლოთ პატარა ნავებს, რომლებიც შეიძლება ტანკერს ემუქრებოდნენ, მაგრამ არ გსურთ მოკლათ ჩვეულებრივი ირანელი, რომელიც უბრალოდ ცდილობს ნავთობის ქვეყნიდან კონტრაბანდულად გატანას. და ბოლოს ავიღოთ თურქმენეთი 2019 წლამდე. უფასო ბუნებრივი აირი ყველასთვის. კარგია, მაგრამ ამან წარმოშვა გამოთქმა. თურქმენი არ აკრობს თავის ღუმელს, რადგან შემდეგ ასანთისთვის მოუწევს გადახდა. აი, რატომ მომიწია იქ იმის დაზუსტება, რომ ეს 2019 წლამდე იყო, რადგან ეს პოლიტიკა ნამდვილად არ იყო მდგრადი. ყველა ამ მაგალითში და ზოგადად სუბსიდიის დანერგვის ნებისმიერ მცდელობაში, საერთო ისაა, რომ სუბსიდიები იწვევს იმას, რასაც ეკონომისტები უწოდებენ ეფექტიანობის დანაგაკს. შავი ბაზრის ბენზინის შემთხვევა ყველაზე მარტივი გზაა ამ პრობლემის საილუსტრაციოდ. წარმოიდგინეთ, რომ მთავრობა გაძლევთ კვოტას თვეში 10 ლიტრი ბენზინის სუბსიდირებული ფასით, 0 დოლარად და 0 ცენტად. თქვენ რეალურად მხოლოდ 6 ლიტრი გჭირდებათ, ასე რომ 4 ლიტრი გრჩებათ ზედმეტი. ხოლო თქვენ იცნობთ ერთ კაცს, რომელიც საკუთარ თავს შავ ბაზრის ბობად მოიხსენიებს. თქვენ შეიძენთ თქვენ ზედმეტ litrებს თითოეულს 50 ცენტად, გეგმავთ რომ სცადოთ ზეთის გაყიდვა მეზობელ ქვეყანაში დიდი პირადი რისკის ფასად. ასე რომ ამ ზედმეტ litrებს იქით გადაიტანთ და 2 დოლარს იდებთ ჯიბეში. თქვენი აზრით ცუდი თუ არ არის. თუმცა შეხედეთ ამას მთავრობის პერსპექტივიდან. მან უფასოდ მოგცათ 10 ლიტრი ბენზინი, მაგრამ რა მოხდებოდა თუ მან ყველა სუბსიდია გააუქმა და ეს litrები 1 დოლარად საბაზრო ფასად ყველა მყიდველს, უცხოელსაც და ადგილობრივსაც მიყიდა? თუ ასე მოიქცეოდა, მას შეეძლო 10 დოლარის შემოსავალი მიეღო. რა თქმა უნდა, ეს ახალი პოლიტიკა შეიძლება გაგაღიზიანოთ, რადგან მთავრობა ხალხის მარაგებს იპარავს. ამიტომ რომ რევოლუცია არ მოხდეს, მთავრობა უბრალოდ გაძლევს 9 დოლარს, როგორც შენს წილს. შენს წილს. კარგი, როგორ უნდა იგრძნო თავი ამის გამო? როგორც ჩანს, საკმაოდ კარგად. შეგიძლია ისევ იყიდო ბენზინი თავისუფალ ბაზარზე 1 დოლარად ლიტრი. ეს 6 ლიტრი ბენზინი გჭირდებოდა, ასე რომ იხდი 6 დოლარს მათ შესაძენად. მაგრამ შემდეგ ჩერდები და კიდევ 3 დოლარი გრჩება. სულ ჯამში ადრე გქონდა 6 ლიტრი ბენზინი და 1 დოლარი, შემდეგ კი გრჩება 6 ლიტრი ბენზინი და 3 დოლარი. არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ, მაგრამ მეორე ვარიანტი მე უფრო მომწონს. ამასობაში მთავრობაც მაყოფილია ამ შეთანხმებით. ორივე შემთხვევაში ეს იყო 10 ლიტრი ბენზინის დათმობა. ადრე მას ამის სანაცვლოდ არაფერი ჰქონდა, ეხლა კი 1 დოლარი რჩება. შავი ბაზრის მაგალითის გამოყენება ამ საკითხს თავს არ დამცემად აშკარა ხდის. მაგრამ ყველა ეს სახელმწიფო სუბსიდია სხვა გზებით არაჯანსაღ სტიმულებს ქმნის. და საბოლოო ჯამში მომხმარებლები, რომლებიც ნივთის სრულ ფასს არ ითვალისწინებენ, ეკონომიკური ეფექტიანობის ზღვარს გადააჭარბებენ მოხმარებაში. შედეგად ყოველთვის მეტი ფული იქნება გასანაწილებელი ყველასთვის სუბსიდიების გარეშე, ვიდრე სუბსიდიებით. ეხლა პრაქტიკაში ფულის განაწილება ისე, რომ სიტყვასიტყვით ყველა უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს სუბსიდიის გარეშე, არაპრაქტიკულია. მაგალითად, შავი ბაზრის ბობი შეიძლება ბოლოს 0-ზე ვერ გავიდეს. მაგრამ ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან. საშუალო მომხმარებელთა უდიდესი უმრავლესობა უფრო მდიდარი იქნებოდა, უბრალოდ ფულადი სუბსიდიები რომ მიეღოთ. და თუ მართლა საწოვის კიდვა მოუნდებოდათ, უბრალოდ შეიძლებოდათ საწოვის შეძენა იმავე ფასად, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ადამიანს. შესაძლოა მთავრობის გადახდილი ფულითაც კი.
სხვათა შორის, ეს თქვენც უნდა გაგაღიზიანებდეთ, თუნდაც ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ასეთი სუბსიდიები არ არსებობს. ყოველი ქვეყანა, რომელიც ელექტროენერგიას, ბენზინს ან ბუნებრივ გაზს სუბსიდირებს, ხელოვნურად ზრდის ამ რესურსებზე მოთხოვნას. მაგალითად, თურქმენეთში ჩართული გაზი არაპირდაპირ ამცირებდა მიწოდებას მსოფლიოს სხვა ნაწილებში. ეს ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენი, მიუხედავად ავად იმისა, სად ცხოვრობს, საბოლოოდ იხდის სუბსიდიის ნაწილს უფრო მაღალი ფასების სახით. პირადი რისხვის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვრჩება კითხვა, რატომ მუშაობენ ავტოკრატიული სისტემები ასე? სინამდვილეში ნაწილობრივ საქმე იმაშია, რომ საშუალო ადამიანი შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს, რომ სისტემა ცუდია. ეს შეიძლება ასევე ხსნიდეს, რატომ მთავრდება ზოგი დემოკრატიაც ამგვარი სუბსიდიებით. მაგრამ ყველა ასე არ იქცევა. ზოგიერთები კი სრულიად საპირისპირო მიმართულებით მიდიან. მოდით უბრალოდ ტენდენციას დავრჩეთ და არ ვეცადოთ ჭკუის დამტკიცებას არარეპრეზენტატიული საწინააღმდეგო მაგალითების მოყვანით. შემიძლია ორი ახსნა მოგცეთ, თუ რატომ იქცევიან ავტოკრატები ასე და ორივე ნდობაზეა დაფუძნებული, ან მის ნაკლებობაზე. პირველ რიგში, როგორ უნდა იცოდეს მოქალაქემ, რომ ქვეყნის ენერგეტიკული შემოსავლებიდან სამართლიან წილს იღებს? ძალიან ადვილია ავტოკრატიული მთავრობისთვის თქვას, ღმერთო, ჩვენი ნავთობის საბადოებისთვის მძიმე წელი იყო და წელს ინფრასტრუქტურაში სერიოზული ინვესტიციების ჩადება მოგვიწია, რათა მომავალი გამოწვევებისთვის მომზადებულიყავით. მაპატიეთ, მაგრამ ამჯერად მოგების განაცილება არ იქნება. ასეთი მოთხოვება დემოკრატიულ სისტემაში არ მუშაობს, რადგან მკაცრად რეგულირებადი სააგენტოები აკონტროლებენ ოპერაციებს და მთავრობაში არავინ ზის სათავეში, ვინც ადვილად ჩაიგდებს ხელში ყველა დამალულ მოგებას, თუნდაც მისატაცებელი ფული არსებობდეს. მეორე საკითხი ისაა, რომ ეს ერთ-ერთი იშვიათი გზაა, რომ ავტორიტარულმა მთავრობებმა სანდო დაპირებასთან მიახლოებული რამე გასცენ. ჩვენ ათობით ჯერ განვიხილეთ, თუ როგორ არიან მოქალაქეები არახელსაკრაულ მდგომარეობაში, როდესაც საქმე მთავრობასთან წინააღმდეგობას ეხება. თუ ძალიან ცოტა ადამიანი საპროტესტოდ გამოდის, მათ უბრალოდ გააქრობენ. იმისთვის, რომ მთავრობაში შიში სწორად დათესონ, მოქალაქეებს კოორდინაცია სჭირდებათ, რათა რაოდენობის წყალობით უსაფრთხოდ იყვნენ. ზოგადად, მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კოორდინაცია ჩაახშონ. მაგალითად, გაიხსენეთ ჩინეთის დიდი firewall-ი. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ავტოკრატებს სურთ დათმობები გაუკეთონ მოქალაქეებს, რათა ჩააცხრონ ის, რაც შეიძლება აჯანყებად გადაიქცეს. კლასიკური პრობლემა ისაა, რომ როგორც კი დაძაბულობა ჩაცხრება, ავტოკრატს როგორც წესი ყველა мотиваცია აქვს უარი თქვას ამ დათმობებზე. კარგი, წარმოიდგინეთ, რომ ავტოკრატმა ბენზინის ფასები შეამცირა. რა მოხდება თუ ის შემდეგს ცდილობს უარი თქვას ამაზე? შედეგად აბრები მარშლა შეიცვლება. ეს მხოლოდ ის ფაქტი არ არის, რომ მან ეს პირობა დაარღვია. ეს ის ფაქტია, რომ ყველა დანარჩენიც ამას ერთდროულად ხედავს და რაც მთავარია, ყველა მიცის, რომ სხვებიც ამას ერთდროულად ხედავენ. ნიშნებს შეიძლება ეწეროს. ყველა დღეს ქალაქის მოედანზე აპროტესტებს. შემოგვიერთდი. ავტოკრატებს ნამდვილად სძულთ ასეთი კოორდინაციის წახალისება. ამიტომ ძალიან სახიფათო იდეაა უკან დაიხიო ამ შეთანხმებიდან. და შესაბამისად, ყველა თანახმა იცხოვროს მცირე არაეფექტურობასთან ერთად, რომელიც სუბსიდიით გამოწვეულია, რათა თავიდან აიცილოს გაცილებით დიდი არაეფექტურობა, რასაც სამოქალაქო ომი მოიტანს. ეს არც ჰიპოთეტურია. ზოგჯერ სახელმწიფო ბიუჯეტები და შიდა მიწოდება უკონტროლო ხდება. ნებისმიერი გონივრული ეკონომისტი გირჩევდათ, რომ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის სერიოზული ცვლილებები აუცილებელია. და თითქმის ყოველთვის სუბსიდიიდან ნებისმიერი გადახვევა მნიშვნელოვან შიდა არასტაბილურობას იწვევს. ვლადიმერ პუტინისთვის შეშფოთებებით სავსე წელს, ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელიც სიას ემატება. ათწლეულების განმავლობაში რუსები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას სუბსიდირებული საწვავის ფასების გარშემო გეგმავდნენ და ელოდნენ, რომ მარაგი უხვი იქნებოდა. უკრაინის დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ამცირებს რუსეთში ბენზინის წარმოებას, რაც მნიშვნელოვან არეულობას იწვევს ადგილობრივი მომხმარებლებისთვის. ობიექტური ეკონომისტი ამ სიტუაციას შეხედავდა და იტყოდა, რომ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. მაგრამ კრემლი ვერ შეცვლის მას ისე, რომ არ დაარღვიოს ის, რასაც საშუალო რუსი მოქალაქეები თავიანთი სოციალური კონტრაქტის ნაწილად მიიჩნევენ. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისი დარღვევა ყველას დაანახვებს, რომ ყველა სხვა ცაცნობიერებს, რომ კონტრაქტი დარღვეულია. ამგვარად, ჩვენ ამჟამინდელ დაძაბულ მდგომარეობაში ვართ გაჭედილები. ასე რომ მთლიანობაში, როცა შემდეგ ჯერზე გაიგონებთ, რომ ავტოკრატი ენერგეტიკულ სუბსიდიას გასცემს, ნუ იფიქრებთ, რომ ეს გულუხობის გამო ხდება. იფიქრეთ, რომ ეს სანდოობის ნაკლებობის გამო ხდება. და ეს ამჟამად კრემლისთვის პრობლემას წარმოადგენს. ამასობაში შეგიძლიათ დამენდოთ და იხილოთ Evergreen Knowledge Drops-ის ვიდეოები ამ პლეილისტში. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. მოიფრთხილეთ თავი.